2020 წლის 15 ივლისს ილონ მასკის ტვიტერის ანგარიშზე მოულოდნელად ასეთი პოსტი გამოჩნდა. თუ ვინმე $100 ღირებულების ბიტკოინს გამოგზავნით, სანაცვლოდ $2000 მიიღებთ. შეტევაზე მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში მოქმედებდა და პოსტს ბიტკოინის საფულის მისამართიც ახლდა. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი თაღლითობა ჩანდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ პოსტი ილონ მასკის ოფიციალური და დადასტურებული ანგარიშთან დაიდო. მალე ზუსტად იგივე შეტყობინება გამოჩნდა Apple-ის, Jeff Bezos-ის, Bill Gates-ის, Barack Obama-s, Joe Biden-ის, Kanye West-ისა და სხვა ცნობილი ადამიანების ანგარიშებზეც. ძალიან მალევე გაირკვა, რომ ეს Twitter-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერული ოპერაცია იყო. კომპანიამ ყველა ცნობილი და დადასტურებული ანგარიშებიდან პოსტების გამოქვეყნება დროებით შეზღუდა, რათა გაერკვია რა ხდებოდა. ყველაზე მოლოდნელი კი დამნაშავის ფინაობა აღმოჩნდა. ეს იყო მხოლოდ 17 წლის მოზარდი, გრეჰემ ივან კლარკი. მის წარსულში ჩახვიდისას გაირკვა, რომ გრეჰემი თაღლითობასა და ჰაკინგში ჯერ კიდევ 13 წლიდან იყო ჩართული და ამ გზით მილიონობით დოლარისა და კრიპტოვალუტის მოპოვება ჰქონდა დაწყებული. მისი ისტორია კი მხოლოდ ონლაინ თაღლითობით არ შემოიფარგლებოდა. გრეჰემი ტამპაში, ფლორიდაში ცხოვრობდა და კეიდერ ჰაისკულში სწავლობდა. სკოლაში ის თანატოლების ყურადღებას ძვირად ღირებული ტანსაცმლით საათებით და აქსესუარებით იქცევდა. მამამისის ოჯახიდან წასვლის შემდეგ გრეჰემი დედასთან დარჩა, რომელიც მუდმივად მუშაობდა და მისთვის საკმარისი ყურადღების დაცვას ვერ ახერხებდა. შემდეგ გრეჰემმა დიდი დროის გატარება ინტერნეტსა და ვიდეო თამაშებში დაიწყო. სწორედ ასე აღმოჩნდა ის Minecraft-ის სამყაროში. Minecraft-ში მოთამაშეებს საკუთარი სერვერების შექმნა და ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. გრეჰემმა აქ ახალი მეგობრები გაიჩინა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ თამაშის სამყაროში სხვების მოტყუებით ფულის გამომუშავებაც შეიძლებოდა. ინტერნეტში ის სახელით Open-ით იყო ცნობილი. მას Twitter-ის ანგარიში და YouTube-იც ჰქონდა, სადაც კეთილ და უწყინარ ბიჭად აჩენდა თავს. სინამდვილეში კი თავის გამომწერებს ატყუებდა. ის მოთამაშეებს თამაშის სხვადასხვა ნივთებს სპირდებოდა, ფულის მიღების შემდეგ კი ნივთს აღარ აძლევდა. ზოგჯერ Minecraft-ის პერსონაჟებისთვის განკუთვნილ ძვირად ღირებულ მოსასხამებსაც ყიდდა და თანხის მიღებისთანავე ქრებოდა. გრეჰემი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში, რომ თავისი თაღლითობით ამაყობდა და მიღებულ ფულსაც დაუფარავად აჩვენებდა. მისი რეპუტაცია მალევე გავრცელდა. რამდენიმე იუთუბერმა ვიდეო გამოუქვეყნა და ხალხი გააფრთხილა, რომ Open-ი თაღლითი იყო. შედეგად გრეჰემს Minecraft-ის რამდენიმე სერვერზე ბანი დაადეს. მაგრამ ის შურისძიებას არ აპირებდა. რამდენიმე იუთუბერის ანგარიში გრეჰემის სამიზნე გახდა. მან ელპოსტა, YouTube არხი და სოციალური ქსელების სხვა ანგარიშები გატეხა. უცნობია ის თავად გრეჰემმა გააკეთა თუ სხვა ჰაკერი დაიქირავა, თუმცა ამ პერიოდში მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ტექნიკური გამოცდილება და სავარაუდოდ ზღვის დახმარება გამოიყენა. ამის შემდეგ გატეხილი ანგარიშები მსხვერპლის სახელით თაღლითობისთვისაც გამოიყენა, რითაც იმ YouTubeრის რეპუტაციას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. გრეჰემი მხოლოდ მოთამაშეებს არ ატყუებდა. ის დიზაინერებს, ვიდეო მონტაჟის სპეციალისტებსა და პროგრამისტებსაც ქირავდა. სამუშაოს მიღების შემდეგ კი ხშირად თანხას აღარ უხდიდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ აჩვენა, რომ გრეჰემისთვის თაღლითობა უბრალოდ შემთხვევითი დანაშაული აღარ იყო. ის მოზარდობიდანვე ამ გზით ცხოვრობდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ინტერნეტში მიღებული გამოცდილება მალე ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულისკენ წაიყვანდა. გრეჰემის ონლაინ თაღლითობის სამყარო თან რეალურ სამყაროშიც გადაინაცვლა და მან უფრო ეფექტური თაღლითობის მეთოდების სწავლა დაიწყო. ჰაკერების სამყაროში მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ერთ-ერთ ფორუმსა და ვებსაიტზე OG Users-ზე დაიწყო. ეს პლატფორმა ერთგვარ ბაზარს წარმოადგენდა, სადაც სხვადასხვა ვებსაიტებისთვის სასურველი მომხმარებლის სახელებს ყიდნენ. მაგალითად, თუ ვინმეს Twitter-ზე კონკრეტული სახელის გამოყენება სურდა, მისი პოვნა აქ შეეძლო. თუმცა ამ სახელების უკან ხშირად ჰაკერები იდგნენ. ისინი სხვადასხვა ანგარიშებს იტაცებდნენ და შემდეგ მათ უნიკალურ სახელებს $1000 ყიდიდნენ. გრეჰემმაც სწორედ აქ დაიწყო მუშაობა და ამ ეტაპზე ის ჩვეულებრივი ონლაინ თაღლითობიდან უკვე ჰაკერობამდე მივიდა. მისი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი SIM-ის გატანას, ანუ SIM swap-ს ეფუძნებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს ჰაკერი მსხვერპლის სატელეფონო ნომერზე კონტროლს იღებს. რადგან ბევრი ანგარიში ტელეფონის ნომრით არის დაცული და შესვლისას დამადასტურებელი კოდი იგზავნება, ნომერზე კონტროლის მოპოვება ჰაკერს სხვა ანგარიშებზეც სტომას აძლევს. ამის შემდეგ ქსელებზე, საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტის საფულეებზე წვდომის მოპოვებაც მარტივია. თუმცა ეს უბრალოდ მობილურ ოპერატორთან დარეკვა და სხვისი ნომრის მოთხოვნა არ არის. ამისთვის ჰაკერები ხშირად თავად ადამიანებს ატყუებენ. მაგალითად, მათ შეიძლება თავი ტელეკომუნიკაციის კომპანიის თანამშრომლად გაასაღონ და სხვა თანამშრომელს ყალბი ტექნიკური პრობლემის შესახებ დაურეკონ. შემდეგ მსხვერპლს ყალბ ვებსაიტზე აგზავნიან, რომელიც კომპანიის ნამდვილ გვერდს გავს და შესვლის მონაცემების შეყვანას თხოვენ. როგორც კი თანამშრომელი მომხმარებლის სახელსა და პაროლს შეიყვანს, ეს ინფორმაცია ჰაკერის ხელში ხდება.
ამის შემდეგ მას უკვე შეუძლია კომპანიის შიდა სისტემებში შესვლა და მსხვერპლის ნომრის საკუთარ SIM-ზე გადატანა. ნომრის დაკარგვის შემდეგ ნამდვილი მფლობელი საკუთარ ანგარიშებზე წვდომასაც კარგავს. პაროლები შეიძლება შეიცვალოს და მათი აღდგენაც რთული გახდეს, რადგან დამადასტურებელი კოდები უკვე ჰაკერის ნომერზე იგზავნება. ეს უბრალოდ სოციალური ინჟინერია, ვიდრე ჩვეულებრივი ტექნიკური ჰაკინგი. ჰაკერი პროგრამაში სისუსტის აღმოჩენაზე მეტად ადამიანის მოტყუებას ცდილობს. თავდაპირველად გრეჰემი ამ მეთოდით Twitter-ის განსაკუთრებული სახელების მქონე ანგარიშების ხელში ჩაგდებას და მათ გაყიდვას ცდილობდა, მაგრამ მალევე უფრო დიდი შესაძლებლობა დაინახა. თუ სხვისი ტელეფონის ნომერს აკონტროლებდა, შეძლო მის ელფოსტაზე წვდომა მიეღო. ელფოსტიდან კი სხვა ანგარიშებამდე მისვლა იყო შესაძლებელი, მათ შორის საბანკო ანგარიშებამდე. თუმცა ბანკიდან მოპარული ფულის კვალის დამალვა რთულია. გრეჰემისთვის ბევრად უფრო საინტერესო მიზნე კრიპტოვალუტა გახდა. თუ ჰაკერი ვინმეს ტელეფონის ნომერს ჩაიგდებდა ხელში და შემდეგ მისი ბიტკოინის საფულეზე წვდომას მოიპოვებდა, იქ არსებული თანხის მოპოვება შეეძლო. სწორედ ამიტომ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის მფლობელები გრეჰემისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ სამიზნედ იქცნენ. 15 წლის ასაკში გრეჰემმა OG user-ზე მომხმარებლის სახელების გაყიდვა დაიწყო. ამ საქმიანობამ კი ის უამრავ სხვა ჰაკერთან დააკავშირა. სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღებული გამოცდილება გახდებოდა ის საფუძველი, რომელიც გრეჰემს მომავალში ბევრად უფრო მასშტაბური თავდასხმების განხორციელებაში დაეხმარებოდა. OG user-ზე სხვა გამოცდილი ჰაკერებიც გაიცნო და მათგან ახალი მეთოდები ისწავლა. მისი შემოსავალი 1000-იდან 100,000-მდე, შემდეგ კი მილიონებამდე გაიზარდა. სამიზნეებს ის ძირითადად Twitter-ზე ეძებდა. განსაკუთრებით აინტერესებდა ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში საკუთარ კრიპტოვალუტის ქონებას საჯაროდ აჩვენებდნენ. შემდეგ მათზე პირად ინფორმაციას აგროვებდა და ამ მონაცემებით ტელეფონის ნომერზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გრეგ ბენეტი იყო, რომელსაც ბიტკოინში დაახლოებით $1,000,000 ჰქონდა ჩადებული. 2019 წლის 15 აპრილს გრეგს მოულოდნელად ტელეფონზე ქსელი გაეთიშა. მალევე აღმოაჩინა, რომ ელფოსტაზე ვეღარ შედიოდა და შემდეგ ბიტკოინის ანგარიშებზეც დაკარგა წვდომა. როდესაც სპეციალურ აპლიკაციაში თავისი საფულის ტრანზაქციები შეამოწმა, დაინახა, რომ მისი ბიტკოინები სხვა ანგარიშზე გადადიოდა. გრეგი მიხვდა, რომ მისი ანგარიში გატეხილი იყო. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდასხმის უკან გრეჰემი იდგა. მან დაახლოებით $1,000,000 ღირებულების ბიტკოინი მოიპარა, თუმცა ერთ დღეში არსებული გადარიცხვის ლიმიტის გამო ყველაფერი ვერ გაიტანა. გრეგმა ტელეფონის ნომერი დაიბრუნა და ანგარიშები გაყინა, მაგრამ უკვე მოპარული თანხის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. გრეჰემმა კი ამით არ დაასრულა. მან გრეგის ერთ-ერთ ელფოსტაზე კვლავ მოიპოვა წვდომა და დამატებით 50 ბიტკოინი მოსთხოვა, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით $250,000 ღირდა. თანამოქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს მის მეგობრებსა და ოჯახსაც შეუქმნიდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ პროცესში გრეჰემი მარტო არ მოქმედებდა. მას კიდევ ერთი ჰაკერი ეხმარებოდა. როგორც ჩანს, საბოლოოდ მან მათაც არ გადაუხადა კუთვნილი წილი, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. გრეჰემის პარტნიორებმა მისგან კუთვნილი წილი მოითხოვეს და დაემუქრნენ, რომ თუ 66 ბიტკოინს არ გადასცემდა მათ, პოლიციაში ჩააბარებდნენ. ამან გრეჰემს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ამჯერად ის ადამიანებს ატყუებდა, რომლებიც თავადაც კრიმინალურ სამყაროში იყვნენ. მისი ერთ-ერთი ახლობლის თქმით, გრეჰემის ოჯახის პირადი ინფორმაცია მოიპოვეს და მას მუდმივად ავეძროებდნენ. ერთხელ კი მის სახლში ხალხიც კი გაგზავნეს, რათა დაეშინებინათ თან გაეზარცოთ. ამ პერიოდში გრეჰემი მხოლოდ ჰაკინგითა და თაღლითობით აღარ იყო დაკავებული. ის ნარკოტიკების გაყიდვამაც ჩაირთო და ამ სამყაროში ახალი სახებათო ნაცნობები გაიჩინა. 2019 წლის ბოლოს ერთ-ერთი ასეთი ნაცნობობა სროლით დასრულდა. გრეჰემი ორ მეგობართან ერთად ნარკოდილერის სახლში წავიდა. მიზეზი ზუსტად არ დადგენილა, თუმცა სავარაუდოდ მათ შორის ფულთან დაკავშირებული კონფლიქტი არსებობდა. გრეჰემი მანქანაში დარჩა, ხოლო მისი ორი მეგობარი სახლში შევიდა. ნარკოდილერს იარაღი ჰქონდა და მათ ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე დაიჭრა. გრეჰემმა სროლის ხმა რომ გაიგო, ადგილიდან მანქანით გაიქცა. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ იქ ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა თქვა, რომ მეგობრების გეგმების შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ მათი მიყვანა სთხოვეს. საბოლოოდ პოლიციამ ვერ შეძლო მისი დანაშაულში მონაწილეობის დამტკიცება. ამის შემდეგ გრეჰემმა სკოლაც დატოვა და დედის სახლიდანაც ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.
თუმცა სამართალდამცავები მის საქმიანობას უკვე აქტიურად აკვირდებოდნენ. გრეჰემის მსგავსი ჰაკერები და თაღლითები სოციალურ ქსელში საკუთარი სიმდიდრით ტრაბახობდნენ, ძირადღირებული მანქანებით, საათებითა და მოგზაურობებით. სწორედ ამან მიიპყრო სამართალდამცავების ყურადღებაც. გამოძიების შემდეგ გრეჰემის სახლზე ჩხრეკა ჩატარდა და ის დააკავეს. პოლიციამ დაახლოებით 400 ბიტკოინი აღმოაჩინა, რომელიც იმ დროისთვის თითქმის 4 მილიონი დოლარი ღირდა. მომხმარებლებს იმ მომენტისთვის გრეჰემის მიერ დაახლოებით 1 მილიონი დოლარის მოპარვის დამტკიცება შეეძლოთ. დანარჩენი თანხის წარმომავლობაზე ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ მისი დაკავშირება კონკრეტულ დანაშაულებთან არ შეძლეს. საქმე დაახლოებით 8 თვე გაგრძელდა და საბოლოოდ პროკურატურამ გრეჰემთან შეთანხმება დადო. მან 1 მილიონი დოლარი დათმო, სანაცვლოდ კი დარჩენილი დაახლოებით 3 მილიონი დოლარი შეინარჩუნა და იმ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დანაშაულისგან გათავისუფლდა. ფაქტობრივად ხელისუფლებამ იცოდა, რომ ეს ფული საეჭვო გზით იყო მოპარული, მაგრამ ყველაფრის დამტკიცება ვერ შეძლო. საქმის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ის იყო, რომ გრეჰემი ჯერ კიდევ 17 წლის ბიჭი იყო. ფედერალური კანონმდებლობა არასრულწლოვნის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის კიბერდანაშაულის საქმეს ბევრად ართულებდა და სწორედ ამან მისცა მას შესაძლებლობა საბოლოოდ ციხესთვის თავი არიდებინა, მაგრამ გრეჰემს გაკვეთილი არ უსწავლია. პირიქით, მან გადაწყვიტა, რომ დარჩენილი 8 თვე, სანამ 18 წლის გახდებოდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა და შემდეგ 2020 წლის 15 ივლისს მან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერული ოპერაცია განახორციელა. სამიზნედ ამჯერად Twitter-ი იყო. ერთმანეთის მიყოლებით ცნობილი ადამიანებისა და კომპანიების დაახლოებით 130 ანგარიშზე ერთი და იგივე პოსტი გამოჩნდა. მათ შორის იყვნენ ილონ მასკი, ბილ გეიტსი, ჯეფ ბეზოსი, ეფლი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი და სხვა ცნობილი ადამიანები. პოსტების მიხედვით თუ ვინმე გარკვეული რაოდენობის ბიტკოინს გამოგზავნიდა, ანგარიშის მფლობელი მას 2 თანხას დაუბრუნებდა. შეთავაზება მხოლოდ 30 წუთით მოქმედებდა და პოსტში ბიტკოინის საფულის მისამართიც იყო მითითებული. Twitter-მა მალევე გააცნობიერა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა და დადასტურებულ ანგარიშებს ტვიტების გამოქვეყნება დროებით შეუზღუდა. ამ დროს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ჰასიბ ავანმა ჰაკერებისგან შეტყობინება მიიღო, რომ Twitter-ზე საინტერესო დღე იქნებოდა. ცოტა ხანში მან აღმოაჩინა, რომ OG user-ის ფორუმზე Twitter-ის ანგარიშებს ყიდიდნენ. რამდენიმე $1000 შესაძლებელი იყო ანგარიშის პაროლის მიღება. გამოძიებისას გაიგო, რომ ამ ანგარიშებს შუამავალი 19 წლის ბრიტანელი ახალგაზრდა სახელად მეისონი ყიდდა. მისი თქმით, ანგარიშებს Discord-ზე ვიღაც კირკისგან იღებდა. მეისონს ეგონა, რომ კირკი Twitter-ის თანამშრომელი იყო, რადგან მას თითქმის ნებისმიერი ანგარიშის მონაცემზე წვდომა ჰქონდა. სწორედ ამ გზით აღმოჩნდა ცნობილი Twitter-ის ანგარიშები ჰაკერების ხელში და შემდეგ ისინი OG user-ზე გასაყიდად განთავსდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ხსნიდა მთავარ კითხვას, როგორ მოახერხეს მათ Twitter-ის ერთდროულად ამდენი გავლენიანი ანგარიშის ხელში ჩაგდება. გრეჰემ Twitter-ის ოპერაციამ სხვა მასზე ახალგაზრდა და უფრო გამოცდილი ჰაკერის დახმარებით დაგეგმა. 2020 წელს პანდემიის გამო Twitter-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობდნენ და კომპანიის სისტემებში პირადი მოწყობილობებით შედიოდნენ. გრეჰემმა და მისმა თანამზრახველმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. მათ Twitter-ის თანამშრომლების მოტყუება დაიწყეს და ყალბი გვერდების საშუალებით მათი მონაცემები მოიპოვეს. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შედიოდნენ თანამშრომლების ანგარიშებში და ეძებდნენ ისეთ პროფილს, რომელსაც სხვა ანგარიშებზე მაღალი დონის წვდომა ჰქონდა. საბოლოოდ მათ Twitter-ის ერთ-ერთი მენეჯერის ანგარიში იპოვეს, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა და პაროლისა თუ e-პოსტის შეცვლა შეეძლო. ამ მომენტიდან Twitter-ის ყველაზე ცნობილი ანგარიშები მათ ხელში აღმოჩნდა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს შესაძლებლობა მილიონების მოსაპოვებლად ან უფრო მასშტაბური ფინანსური და პოლიტიკური манипуляციისთვის გამოეყენებინათ, მათ ძირითადად ცნობილი ანგარიშების გამოყენება ბიტკოინის თაღლითობისთვის გადაწყვეტეს. ოპერაციიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ 2020 წლის 31 ივლისს FBI-მ გრეჰემი და მისი თანამზრახველი დააკავა. ზუსტად როგორ მიაგნეს მათ, დღემდე სრულად ცნობილი არ არის. გრეჰემის წინააღმდეგ 30 მძიმე ბრალდება წარადგინეს. თავდაპირველად მას 200 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა და პროკურატურას მისი ზრდასრულებით გასამართლება სურდა. საბოლოოდ 7 თვის სასამართლო პროცესის შემდეგ გრეჰემმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთავაზებაზე წავიდა. იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, საბოლოოდ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. ასე დასრულდა მოზარდის ისტორია, რომელმაც 13 წლიდან ონლაინ თაღლითობით დაიწყო, შემდეგ ჰაკერი გახდა და საბოლოოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელის, ყველაზე გავლენიანი ანგარიშები ჩაიგდო ხელში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას დაახლოებით 300 ბიტკოინი დარჩა, თანხა რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო მოგვიანებით მისი ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მადლობა რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. არ დაგაუჩნდეს გამოიწერო არხით და დაალაიქო ვიდეო. მომავალ ვიდეომდე.